გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შეთავაზებას გეგმავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი სანქცირებული რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირების საერთო რაოდენობას 1/13-ით გაზრდის. მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოსკოვზე ზეწოლა უკრაინასთან ომის დასრულებამდე უნდა გაგრძელდეს. ევროკავშირმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციების 21 პაკეტი მიიღო, რომლებიც მიმართულია რუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების, ოლიგარქებისა და კომპანიების წინააღმდეგ. სანქციები ამ დრომდე 3000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესდა, ხოლო ევროკავშირში 28 მილიარდ ევროზე მეტი კერძო აქტივები გაიყინა. კალასმა ასევე დაზინა, რომ რუსეთი ევროკავშირის მიერ დაკისრებული სანქციებით უკვე საგრძნობლად დაზარალდა. მისი შეფასებით ეკონომიკური დანაკარგი 1 ტრილიონ ევროზე მეტ შეადგენს. თუმცა სანქციებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. მიუხედავად ამისა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაფართოების ბოლოდროინდელ მცდელობებს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსგან, მათ შორის საბერძნეთისგან წინააღმდეგობა მოჰყვა.